ფასები, რომელიც აწუხებს საქართველოს მოსახლეობას, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეხება ყველა ადამიანს, ხო, ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ, ჩვენი მოსახლეობა არის ღარიბი და ყველას ყოველდღიურობაში შემოდის ეს პრობლემა, რომელზეც ქართულმა ოცნებამ თავადვე გადაწყვიტა რატომღაც, რომ ჭიქაში რაღაც ქარიშხალი დაეტრიალებინა იმ თვალსაზრისით, რომ წამოიწყო ავანტიურა. თითქოს რაღაცა სახელმწიფო ღონისძიებებით შესაძლებელი იყო ფასებზე ზეგავლენის მოხდენა. შექმნა კომისიები, სუს განუსაზღვრა ეს დავალება, რომ უნდა ეკონტროლებინა ფასები, გვახსოვს ხო, როგორი არის ამ ყველაფრის ევოლუცია. ჯერ თქვენს, რომ აი ძალიან ბევრი სუპერმარკეტი რო გვაქვს, ზედმეტი ქსელური მარკეტები რო გვაქვს, აი ამისი ბრალი არის. შემდეგ ერთ უბანში ერთი სუპერმარკეტი თემაც იყო მაყურებელს ემახსოვრება. წარმოუდგენელი რაღაცა არის. კიდევ კარგი რომ გვახსოვს, ამაზე მალევე წაიმტვრიეს კისერი და საერთოდ ყველაფერზე ეს კისერი, იმიტომ რომ ერთ რამეში შეცდნენ ჩემი აზრით, როდესაც საქმე ეხება ფასებს, ეს არ არის სასამართლოს რეფორმა, რომელიც შეიძლება საზოგადოების ყველა წევრმა წესიერად გაიგოს. ეს არ არის რაღაცა მონეტარული პოლიტიკა, ეროვნული ბანკის და ფისკალური, რომელზეც შეიძლება ნაკლები წარმოდგენა ჰქონდეს ადამიანს. არ არის თუნდაც რაღაცა ის დრაკონული კანონმდებლობა, რომელიც შეიძლება მართლა ყველა 3 მილიონი თუ რამდენი ვართ 4 მილიონი ადამიანი ყველამ გაიგოს. ფასები არის ის საკითხი, რომელიც ყველა ადამიანს ყოველდღიურად, ყოველი კვირის ბოლოს, ყოველი თვის ბოლოს აწუხებს, ხო? თავადვე ხედავს, განსხვავებით მათგან, რომლებიც ჯერ იმ კომისიაში ისხდნენ, მე ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი გასაგებია, რომ არ დადეს შეიძლება ყოველდღიურად მარკეტებში, მაგრამ ინტერნეტში ნახულობს რაღაც ფასებს. და აი აქ მიხვდნენ, რომ ეს იყო ეგრეთ წოდებული ლიმბო. აქედან გამოსვლა შეუძლებელი იყო, ეს პროპაგანდისტული, პოპულისტური შოუ ვერ წავიდოდა წინ და გუშინ ნახეთ ბატონი ბერეკაშვილი, რომელსაც პირი უშრებოდა, ხმა უკანკალებდა, კარგი სიმპტომი იყო იმისა, როგორც დაასრულა კომისიამ თავისი მუშაობა და რა დაადგინა. რომ თურმე სინამდვილეში, რასაც თავიდან ამბობდნენ, ეს ასე არ ყოფილა, თურმე საქართველოში არ არის გეგმური ეკონომიკა და არის საბაზრო ეკონომიკა, ხო, შეიძლება პოლიტიკურად ისინი ბოლშევიკური მთავრობა არის შეიძლება პოლიტიკური პათოსითა და სულისკვეთებითა და მიზნებით, მაგრამ ეკონომიკა ნამდვილად არ გვაქვს საბჭოთა, ხო? გვაქვს საბაზრო ეკონომიკა, სადაც თურმე არც რაღაც განსაკუთრებული მარჟები აქვთ ამ წარმოებლებს, დისტრიბუტორებს, უბრალოდ დისტრიბუტორებში ყოფილა თურმე პრობლემა, ლოგისტიკა, აი რაღაცა იპოვეს, რომ აი ლოგისტიკაში არისო პრობლემაო, ხო, თორე იქ დინამიკაც ნორმალური არისო, მარჟებიც არ არის განსაკუთრებულიო და ეს ყველაფერი რაც აბრუნავი კაპიტალით რეგულირდებაო.